4 ოქტომბრის საქმეზე მორიგი პროცესი დასრულდა ცოტა ხნის წინ სასამართლოში დაიკითხნენ ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ექსპერტები საუბარია სპეციალისტებზე, რომლებმაც ვიდეოებზე ბრალდებულები დააიდენტიფიცირეს. დღევანდელი განხილვა ხმაურიანი აღმოჩნდა, პროცესზე ნანა სანდერმა ფურცელი გაშალა წარწერით სანქცია. ქალმა ასევე ილაპარაკა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან უფლებების შელახვაზე და საპატიმროს დირექტორი ბადრაგი და კიდევ ერთი თანამშრომელი ძალადობაში დაადანაშაულა. მარიკა ბოლქვაძე დაესწრო დღევანდელ პროცესს, რომელიც დეტალებით უერთდება ფორმულას ეთერს. დიახლუკა, სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროცესს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი უძღვებოდა. დღეს სულ 3 მოწმე იყო წარმოდგენილი პროცესზე. აქედან 2 შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ექსპერტები, რომლებმაც ჰაბიტოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზა ჩაუტარეს საქმეში არსებულ ვიდეო და აუდიო მტკიცებულებებს. ერთი კი უშუალოდ ათონელის საპრეზიდენტო სასახლის დაცვის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი. რაც შეეხება უშუალოდ ექსპერტების დასკვნებს, მოგახსენებთ რამდენიმე სიტყვით რა იყო მათი მთავარი სათქმელი დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე. მათ აღნიშნეს, რომ გამოიკვლეს საქმეში არსებული ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც დადასტურდა, რომ ამ მტკიცებულებებში ნამდვილად ფიგურირებდნენ საქმეში ბრალდებული მარიამ მეყანწიშვილი და ვახტანგ ფიცხელაური. დაცვის მხარეს ამასთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები, კონკრეტულად მარიამ მეყანწიშვილის შემთხვევაში მის წინააღმდეგ გამოყენებული ვიდეო მტკიცებულება სოციალურ ქსელ პლატფორმა TikTok-იდან იყო ჩამოტვირთული, რაც აჩენს ეჭვს, რომ პირველ წყაროსგან არ იყო მიღებული ვიდეო, ანუ ადამიანისგან, რომელმაც ის უშუალოდ გადაიღო. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი იმ გარემოების შესახებ, რომ ვიდეო მტკიცებულება შესაძლოა ფალსიფიცირებული და დამონტაჟებული ყოფილიყო. რაც შეეხება უშუალოდ ათონელის სასახლის დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელს, დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მან აღნიშნა, რომ 4 ოქტომბერს დღის 12 საათიდან ათონელის სასახლეში უკვე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. მას შემდეგ, რაც რამდენიმე ადამიანი უშუალოდ ათონელის სასახლეს მიუახლოვდა და დაიწყეს სასახლის ღობის რყევა, რამდენიმე წუთი დასჭირდა პოლიციას იმისთვის, რომ საერთოდ რეაგირება გამოეხატა. შესაბამისად, დაცვის მხარეს გაუჭირდა ეჭვი იმის შესახებ, რომ სპეციალურად არ გამოხატეს რეაგირება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იმისთვის, რომ შემდგომში ამ ადამიანებისთვის, ამ 12 ადამიანისთვის ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაებრალებინათ ის ბრალდება, რომელსაც ახლა მათ სახელმწიფო ედავებათ. რაც შეეხება დანარჩენ გარემოებებს, დაცვის თანამშრომელმა აღნიშნა ისიც, რომ უშუალოდ იმ 12 პირს, რომელსაც დღეს სასამართლო პროცესი ხედავდა, ვერ ცნობს, მათ შორის მათ არ მიუღიათ მონაწილეობა იმ თავდასხმაში, რომელსაც მისივე თქმით თვითონ და კიდევ მისი 2 თანამშრომლის დაზიანება მოჰყვა. მან დაასახელა რამდენიმე პირი, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, რომელსაც ცნობა შეუძლია. შესაბამისად, ის პირები, რომლებსაც დღეს ის ხედავდა, მისთვის საერთოდ პირველად წარმოდგენილები იყვნენ, მათ არ ჰქონდა წარმოდგენა მათი ვინაობის შესახებ და ვერ ადასტურებს იმასაც, რომ ამ კონკრეტულმა ადამიანებმა იძალადეს 4 ოქტომბერს მასზე ან მის რომელიმე თანამშრომელზე. ათონელის სასახლის ეზოში თავდაპირველად იმყოფებოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 8 თანამშრომელი. როგორც კი აქციის მონაწილეების ქმედებებმა და მოწმემ მკაფიოდ გააკეთა განცხადება, რომ თუ კი ქმედებები მათი ჩაჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ლოგიკურია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების მოქმედება ამ შემთხვევაში იქნებოდა ამ მოვლენებს უბრალოდ დაკვირვება. მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა დაიწყეს ძალადობრივი მოქმედებები, როგორც მოწმემ განმარტა, დაახლოებით 1 წუთში მათთან მივიდნენ სხვა უწყების თანამშრომლები, რომლებიც ამ შემთხვევაში დაიხმარნენ. ამ შემთხვევაში საუბარი იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე. მოწმე, რომელიც უშუალოდ ასე ვთქვათ, იყო დაცვის თანამშრომელი, ასე ვთქვათ, ათონელის სასახლის, პირდაპირ ასე ვთქვათ, დაადასტურა ის გარემოება, რომ წარდგენილი ბრალდება და ეს მის მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია, რომელიც ასე ვთქვათ, თავისი გამოკითხვის საქმეში არის დაფიქსირებული ამავდროულად სასამართლოში მისცა ჩვენება, ასე ვთქვათ, არაფრით არ არის შემხებლობაში წარდგენილი ბრალდებასთან. უშუალოდ ბრალდებულები რა შემხებლობაში არიან, ასე ვთქვათ, 4 ოქტომბერთან არც ერთი რელევანტური გარემოების დადასტურება არ შეძლო მოწმემ. 7 საათზე დაიწყო ღობის დაზიანება, თუმცა პოლიციის თანამშრომლები უკვე შენობაში იმყოფებოდნენ შუადღის 12 საათზე, დაახლოებით 7 საათით ადრე, თუმცა არანაირი პრევენციული ზომები იმისთვის, რომ ღობე დაზიანებულიყო, მათ არ მიუღიათ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულთაგან ერთადერთი ვინც სიტყვით ისარგებლა იყო ნანა სანდერი. მან რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა, აღნიშნა ის, რომ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებისგან, მათ შორის პენიტენციური დაწესებულების უფროსისგან, ნესტან ვერულაშვილისგან ის არაადამიანურ მოპყრობას განიცდის. დაასახელა ეკა ჯაფარიძე, რომელიც პენიტენციური დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელია და აღნიშნა, რომ ეკა ჯაფარიძეს და მის რამდენიმე თანამშრომელს მისი კერძო ნივთების მისაკუთრების მცდელობა ჰქონდა. ისაუბრა იმაზეც, რომ უშუალოდ ციხის ხელმძღვანელი ნესტან ვერულაშვილისგან არაადამიანურ მოპყრობას განიცდის, რაც გამოიხატება იმაში, რომ ნესტან ვერულაშვილი არ აძლევს მას საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას. არ ყოფილა შემთხვევა, როცა წყლის დალევის უფლება არ მიუცია. აღნიშნა ისიც, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გასამზადებლად, როცა ემზადებოდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე წამოსასვლელად არ მისცეს აგრეთვე შუქის ანთების უფლებაც. ისაუბრა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე ნანა სანდერი ორთოპედიულ მატრასს ითხოვს, რომელიც მას ამ დრომდე არ მისწოდებია. თავისი სიტყვის ბოლოს სანდერმა ბანერიც გაშალა, წარწერით სანქცია, რითაც კიდევ ერთხელ საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, რომ მაღალ თანამდებობებზე მყოფი პირები, მათ შორის ციხის უფროსი ნესტან ვერულაშვილი აუცილებლად უნდა დასანქცირდეს. საზოგადოების აქტივობით, გარკვეული ჩართულობებით მიიღწა ის შედეგი, რომ ნანა გაყვანილი იქნა პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც გარკვეული სახის კვლევები ჩაუტარეს. თუმცა ის ძირითადი მიმართულება, რაც მას ამ ეტაპზე აწუხებს, ეს არის ხერხემლის სერიოზული პრობლემები, რასთან დაკავშირებითაც ნანა ითხოვს ორთოპედიულ ლეიფს, ეგრეთ წოდებულ მატრასს. აღნიშნული საკითხი დღემდე გადაწყვეტილი არ არის სამწუხაროდ. გარდა ამისა, D-ვიტამინთან დაკავშირებითაც არის საკითხი ღია, რაც შეეხება ციხის ადმინისტრაციაში მის მიმართ გარკვეული სახის არაადამიანურ მოპყრობის ფაქტს, სამწუხაროდ ეს ისევ გრძელდება. 4 ოქტომბრის საქმეზე ათობით ადამიანი ზის ახლა საბრალდებო სკამზე დღევანდელ სასამართლო პროცესს პირადი გადაწყვეტილებით არ ესწრებოდნენ მარია მეყანწიშვილი, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ავთანდილ სურმანიძე, ვახტანგ ფიცხელაური. შემდეგი სასამართლოს ხდომა იმ ადამიანებისა, რომელთა პროცესიც სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, 17 თებერვალს არის ჩანიშნული. ამ 12 ადამიანიდან ერთს ნანა სანდერს სახელმწიფო ჯგუფური დანაშაულის ორგანიზებას ედავება, რაც შეეხება დანარჩენ პირებს. მათი ბრალდება განმარტავს იმას, რომ ისინი ჯგუფურ დანაშაულში იღებდნენ მონაწილეობას და ცდილობდნენ სტრატეგიული ობიექტის ბლოკირებას და ხელში ჩაგდებას.